მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მშვენიერებო, როგორც მოგეხსენებათ სამივე ძალიან სამწუხარო ამბავი გავსევდა სოფლიოს მასშტაბის საფეხბურთო სამყაროში დიდი გროვა არის ჯეკუჯოტა და ამდრეჯოტა ავტოკატასტროფის შედეგად კი მანქანაში აფეთქნენ ჩრდილოეთ ესპანეთის მიმზარებოდნენ და ეს მანქანა ამოწვიანდა და კი აქ ტრავმის შედეგი დადგა და ჩემო არხის მშენებელ სამწუხაროდ ჯეკუჯოტა და ამდრეჯოტა დაიღუპნენ ავტოავარიის შედეგად და ლივერპულს როგორც ვიცით გიორგი მამონტაშვილის წარდგენის გეგმები ქონდა რომ წარადგინა მამონტაშვილი ახალი მოთამაშე და რა თქმა უნდა ეს კი გადაიდო გარკვეული დროის განმავლობაში და მეორე შემთხვევა რაც შეეხება ჩემო არხის მშენებელს და ჩემო ხალხო მეორე შემთხვევა ლივერპულმა ჯოტას მაისური კი ამოიღო ხმარებიდან 4 ნომრიანი მაისური გაუქმდა და აღარ იქნება ლივერპულში კერძოს წარმოდგენილი 4 ნომრიანი მაისური არც ერთი ფეხბურთელი რა თქმა უნდა ეხლა კი მე მინდა ჩემო არხის მშენებელო გათმობთ დღევანდელი მატჩებიდან გამომდინარე არხილავმა გუშინ უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ არხილავმა გუშინ სრულიად მოულოდნელად გავანდა და ეხლა კი ჩელსი ნახევარფინალშია და მიუხედავად ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენის შორის გამარჯვებულს ელოდება ჩემო არხის მშენებელო რომელიც დღეს თბილისის დროის 20 საათზე იქნება და საზოგადოებრივ პირველი არხის შემოგთავაზეს და ჩემო არხის მშენებელო პრინციპში მე მინდა გითხრათ რომ შემდეგი შეეხება და მთავარი რაგბი ჩვენი თამაშია 2 საათზე ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზეს ჩემო არხის მშენებელო ეს თქვენ გადაწყვეტილებაზე იქნება რომელიც მანიანი იჭერს უპირატესობას და პარი სენ-ჟერმენი ბაიერნი თამაშს უყურებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩს თუ რაგბს უყურებს საქართველოს ირლანდიის შორის რომელიც 20 საათზე უნდა გაიმართოს და თბილისის დროის ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზოს ასევე მე მინდა გითხრათ ჩემო არხის მშენებელო პრინციპში მე მხოლოდ ძალიან დაძაბულ თამაშს ველოდები და უმხრივარ შეტევებს და ძალიან დრამატულ თამაშს ასევე არ გამოვიწყავ 120-იანი დრამას შესაძლოა იყოს და პრინციპში 90 წუთში უნდა დაასრულოს ყველაფერი პარი სენ-ჟერმენმა ეხლა კი ჩემო არხის მშენებელო თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ გამოიწერეთ რათა ბევრს საინტერესო ამბებს